კრება დაიწყო ალობრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ახლა მიმყოფებით აქ იკრიბებიან თავისუფალი მედიის მხარდამჭერები და მსვლელობით ისინი გაემართებიან სწორედ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, იქ სადაც კომისიის ხდომა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 1 საათში და იმსჯელონ რა ტერმინოლოგიები არ უნდა გამოვიყენოთ, რა ტერმინები ჟურნალისტებმა საინფორმაციო გამოშვებებში პირდაპირ ჩართვების დროს თუ რეპორტაჟების მომზადებისას. ტერმინები როგორც ჩანს ყველაზე მეტად აღიზიანებს ქართულ ოცნებას, აბრაზებს ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ გარკვეულ ტერმინების გამოყენებას გვიკრძალავენ მედიას. ქართულ ოცნებას აქვს საჩივარი შეტანილი 3 კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ესენი არის TV პირველი, ფორმულა, მთავარი არხი და სწორედ 3 მედიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმდინარეობს მსჯელობა მარეგულირებელ კომისიაში. არსებითად განსახილველად გადასცა კომისიამ ეს საკითხი სარჩელი კომისიას და დღეს დაიწყება შესაბამისად ცოტა ხანში გავიგებთ რა იქნება ის სიტყვები რომელზეც ტაბუს დაადებს მარეგულირებელი კომისია და სიტყვების პოლიციას აამოქმედებს. ჩვენ ახლა გავესაუბრებით აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვითმენთ მათ პოზიციას, რატომ მოვიდნენ აქ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ აუცილებელი იყო კომისიის პარალელურად გამართული იყო საპროტესტო აქცია. თათია, მე მინდა რომ სულ თქვენ კითხოთ, რატომ გადაწყდა რომ დღეს კომისიის პარალელურად ჩატარებული იყო ეს საპროტესტო აქცია, რას ფიქრობთ? რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის არსებობას. თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საწყისი, დემოკრატიის საფუძველი და ამიტომ ებრძვის ზუსტად ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი პირველ რიგში მედიას ცდილობს თქვენს გაჩუმებას და მე მინდა უთხრა საზოგადოებას რომ ის მედია არ დაგავიწყდეთ მეგობრებო ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით რომ იდგნენ ამ ბრძოლაში ჩვენი ხმა რო ისმოდა საზოგადოებას საერთაშორისო თანამეგობრობას ესმოდა ჩვენი ხმა ჩვენ დავიკარგებოდით ამ ბრძოლაში რომ არა ქართული მედია ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჭირდება მედიას რომ საერთოდ არ დავკარგოთ ქვეყანა და თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ტრიბუნა არ გაქრეს ამ სახელმწიფოდ, ამიტომ მოგიწოდებთ, შემოგვიერთით, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ცოტა ხანში აღარ გვექნება ადგილი, სადაც გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, არ უნდა მივცეთ რეჟიმს ამის საშუალება. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის, ყველა იმ ინფორმაციისთვის, რომელმაც გამოიწვია ასეთი დიდი მხარდაჭერა ამ ქართველი ხალხის და ქართული საპროტესტო საზოგადოების მიმართ. მადლობა თათია მეკვაბიშვილს, თუ არ იქნება თავისუფალი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი, მე მინდა რომ აქ დაგათვალიერებინოთ რა წარწერებით არიან ადამიანები მოსული, რა წარწერებით უერთდებიან ამ პროტესტ რეჟიმი, არ ვარ უბრალოდ ყველაფერს ვკრძალავ, აი სწორედ ეს წარწერა აქვს მოტანილი ხალბატონს და მე მინდა რომ მისი პოზიციაც მოვისმინო. რას გვეტყვით ამ შემზღუდავ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით, ახლა სიტყვების კონტროლი დაიწყო ბიძინა ივანიშვილი. ანუ აბსურდში ვცხოვრობთ. მართლა წარმოუდგენელია, უკვე არ ვიცი რას უნდა ველოდეთ მეორე დღეს ხვალ რო გავიღვიძებთ რა ახალ წარმოუდგენელ რაღაცას გავიგებთ. მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯორჯ ორუელის რომანში ვცხოვრობთ და რაღაც ესეთი ფრაზა ვფიქრობდი დღეს რა შეეფერება დღევანდელ დღეს, რასაც ეს კომისია განიხილავს და აი ეს ჭეშმარიტების სამინისტრომ თავისუფლების სახელით დაადგინა რომ რაღაც სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ. არ ვიცი აი რაზე ფიქრობენ კომისიის წევრები, რომელიც აი ამ აბსურდს განიხილავენ დღეს და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანუ ეს ხო ისტორიას დარჩება და ეს ხო სასაცილო იქნება შემდეგი თაობებისთვის. ამიტომ რა ვიცი, აი სხვა კომენტარი არ მაქვს, მეცინება. ძალიან დიდი მადლობა. ხედავთ რომ საქართველოს ევროკავშირის დროშები აქვს მოტანილი აქ ადამიანებს მოსულები არიან იმისთვის რომ თავისუფალ მედიას გამოუცხადონ სოლიდარობა. 204 დღე არის, რაც პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში და აი თქვენ ხედავთ ერთ-ერთ წარწერას 204 დღე ვერ შეეხებით თავისუფალ მედიას. თავისუფალი მედია არის ის, რაც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოშია შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი მედია. მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად მზია ამაღლებელთან დაკავშირებით. მზია არის ის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები საპატიმროშია თვეების განმავლობაში. რას გვეტყვით დღევანდელ დღეზე და რატომ გონიათ რომ აუცილებელი არის მედიის მხარდაჭერა ახლა? ალბათ სიმბოლურიც არის, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, სადაც ის
გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებას და მოითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციის გარეშეც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორი შეთითხნილია მის წინააღმდეგ ბრალდება, სინამდვილეში რას ეფუძნება მისი დაპატიმრება, რა მიზეზით არის ის გამოწვეული, რომ ამით სურთ კიდევ უფრო მეტად დაპრესონ მედია, შეაშინონ ჟურნალისტები, აფიქრებინონ რომ შემდეგი ვიქნებით ჩვენ, შემდეგ იქნებიან ისინი და შესაბამისად ამგვარად მიაღწიონ იმას, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დამარცხებული, ხალხი შეშინებული. ჩვენ ახლა ბევრ სხვადასხვა სიმპტომს ხედავთ ამისას ხო, ანუ აუცი ხალხს Facebook პოსტების გამოსასამართლოში იბარებენ და ასე აჯარიმებენ და ამავდროულად მათ შეუძლათ რომ აპატიმრებენ კიდეც. ასე რომ ეს პროცესი არის დიდი უზარმაზარი სურათის რაღაც გარკვეული ნაწილი, მაგრამ მზია ამაღლობელის საქმე რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ აგერ უკვე 6 თვეზე მეტია საუკეთესო გამოცემების დამფუძნებელი, საუკეთესო ჟურნალისტი ამ ქვეყნის იმყოფება ციხეში. მადლობა. ძალიან დიდი სხვებსაც გავესაუბრებით, სხვების პოზიციასაც მოგასმენინათ. მე აი ნოდარ მელოძი შაბათის გუნდის გამომძებელ ჟურნალისტებს ხედავ და მათთანაც გადავინაცვლებ, მაგრამ თქვენ შეგეხოთ არაერთხელ ქართული ოცნების რეპრესიები თავდასხმა თქვენზე ამ დრომდე არავის არ გამოუძიებია. თავისუფალი მედია რომ ძიმე დღეში ამაზე ყველა თანხმდება, რეზოლუციებზე იწერება, მხარდამჭერები საუბრობენ, თუმცა ერთადერთი ვისაც არაფერი არ ადარდებს და არ აინტერესებს რას წერენ ქართულ მედიაზე, ეს არის ქართული ოცნება. თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებს ქართულ ოცნებას ტერმინოლოგია, მაგალითად ოლიგარქი, რატომ აღიზიანებს გამოყენება, მაგალითად რეჟიმი და რატომ უნდა შეზღუდოს ქართული პრესა, ქართული მედია? ხო, იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ არ აწუხებს, ანუ ჩვენ ვაწუხებთ მათ ყველაზე მეტად სინამდვილეში, უბრალოდ იციან, რომ ასე პირდაპირ ბოქლომით ვერ მოვლენ და ვერ დაგვადებენ, ამიტომ სხვადასხვა გზას მიმართავენ ამისთვის. ყველაზე მეტად აწუხებთ, რა თქმა უნდა, იმის მოსმენა, რაც არის სინამდვილეში და აი ამ ტერმინოლოგიის აკრძალვა ეს არის და სხვა არაფერი. თუმცა არ ზრუნავენ იმაზე, რომ არ დაუძახონ ის, რასაც ეძახიან და რასაც ფიქრობს ხალხი სინამდვილეში. ანუ ამის გამომწვევი მიზეზები კი არ უნდა აღმოფხრან. არა, უბრალოდ უნდა აღმოფხრან ის, რომ ეს არ დაუძახონ. მე მგონია, რომ ამის გამოსავალიც იპოვა ქართულმა ხალხმა, აღარ არის საჭირო პირდაპირ ამ სიტყვის თქმა, მილიონი გზა არსებობს, რებუსი და კიდევ ბევრი სხვა რამე. ასე რომ თუმცა ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია და ეს სრულად არის ქართული ოცნების დამსახურება. ჩვენ ვინც დავჭით, ვინც დღეს აქ დგავართ, ვინც უკვე გაჩერდა ან გადარჩენის გზაზე დგას, ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით, რომ დემოკრატიის ბოლო შუქურა, ბასტიონი რაც დარჩა, შევინარჩუნოთ, რომ ეს ქვეყანა არ გადაშენდეს და მართლა გაიგოს ყველამ, რა ხდება სინამდვილეში, ანუ სხვა კი არაფერი. რა ხდება სინამდვილეში, ხომ ამას უყვებით მაყურებელს და არ დარჩეს მართლა პოზიტივის და იმედის სამარა. კი ბატონო, მადლობა და მე მაყურებელს ვეთყვი, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ. აი სწორედ მზია ამაღლობელის ბანერით არის მოსული ჩვენი კოლეგა. მზია ამაღლობელის სიტყვები არის დატანილი ამ ბანერზე. იბრძოლეთ ყველგან, იყავით მამაცები. ეს მზია ამაღლობელის სიტყვებია, რომელიც განსაზღვრელი სკამიდან მან თქვა. რას გვეტყვით ამ რეზოლუციაზე, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი რეზოლუციის არსებობა და რას ეთყოდით ახლა მზიას ის გაიგებდა რამდენიმე წუთით სწორედ ჩვენი ეთერის მეშვეობით, რომ ეს რეზოლუცია მზიას პირველ რიგში მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოუცხადებ და მინდა იყოს მხნედ და იმედი გვაქვს, რომ მისი და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პარტიის მდგომარეობა ძალიან მალე შეიცვლება და ისინი იქნებიან თავისუფლები. რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ რეზოლუციით მხარდაჭერა გამოიხატა სწორედ იმ საკითხების მიმართ, რასაც ჩვენ ამდენი ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობთ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა არის კრიტიკულად გაუარესებული და ფაქტობრივად თუ კი გაგრძელდა ხელისუფლების მხრიდან ის ერთის მხრივ შემზღუდავი კანონების მიღება, მეორეს მხრივ ჟურნალისტების დევნა, მათზე თავდასხმა, სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია უბრალოდ აღარ იარსებებს და გაქრება.
მადლობა ძალიან დიდი. ის რომ კრიტიკული მედია ახლა არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მათი მაყურებლების დასაცავიც არის, დღეს ამაზე ყველა თახვდება. ამიტომ მე მათანაც გადავინაცვლებ ახლა და მათ პოზიციასაც მოგასმენინებთ. რას გვეტყვით? აი დღეს რა мотивაციით გამოხვედით თქვენ გარეთ, რატომ გონიათ რომ აუცილებელია ახლა დაიცვას ყველამ კრიტიკული მედია, თავისუფალი მედია, რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა? ქვეყანა ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. დემოკრატია მოკვდა, უკუსვლა კი არა. საბჭოთა საქართველოს მივიღეთ და მიადგნენ ჩვენს გმირ ჟურნალისტიკას, ჟურნალისტებს. დაარბიეს ხო ყველამ ვიცით და არც ერთზე საქმე არ აღზრულა დარბევებზე და დღეს უკვე სიტყვის თავისუფლებას მთლიანად ანადგურებენ. დიახ, გამოვედით იმისთვის, რომ ჩვენ გმირ ჟურნალისტებს მადლობა უთხრათ, სოლიდარობა გამოუცხადოთ და ოცნების თავმოყრობას მივმართოთ. უკან დაიხიონ, არ შეიძლება არაფრის დიდებით თავისუფალი დემოკრატიული ჟურნალისტიკის განადგურება. ნაზი შამანაურის ეპოქა არ დაბრუნდება საქართველოში. ეყოფათ უკვე რაც გაგვიკეთეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით თქვენთვის. დიახ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია თქვენი პოზიციასაც სიამოვნებით მოვისმენთ. რა არის იცით? ნაზი შამანაურის მამა ჩემი წავიდა მის დასაცავად. აი იქ რაღაცა სპექტაკლი მოაწყვეს, რომ შებრუნდა ეს მთელი სოფელი იქ იყო, ბევრი იყო წასული. და ნაზის უკვე მანქანისკენ მეარბეინებდნენ. მოკვდაცეს იმ მამა ძაღლებმაო. გაეკიდნენ, მაგრამ არც მანქანა იყო მაშინ ამდენი და არც ხალხი. და აი დღემდე ნაზი შამანაურის ყობესთან ვიდრე ცოცხალი იყო სახლთან მიდიოდა, მამა ჩემი და ბოდიში ხდიდა. დღეს იგივე დღეში ჩავარდებით, რომ არ ხმარო არა მოვიღოთ და უფრო დიდხანს გაგვაჩუმებენ. რატომ ებრძვიან ესე მედიას თქვენი აზრით? სამართალი არ უნდათ გენაცვალე. სამართალი, რატო იმედს არ ებრძვიან? სიმართლის ხმას ეომებიან. სიმართლეს ეომებიან. წეგანაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ. ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს, რომ ეძახიან ჟურნალისტები მას ოლიგარქს, ან ქართული ოცნების ხელისუფლებას რეჟიმს. სიმართლის მოსმენა არ უნდათ? სიმართლის მოსმენა არ უნდათ. უნდა აი დიტუო თუ რაღაც ვაი პაპა ჩემი სახელი ქვია და სგული მისკდება. აი ისე ილაპარაკეთო და პრემიერ-მინისტრები გახდებითო. აი ეგ არის უბედურება. რა თქვა? ის რა ქვია იმას? ღარიბაშვილი რომ მოყავდა. კარგად იგინებაო. იცით ამან როგორი მოქმედა ბავშვებზე? რატომ მამეცადინებდიო, დედას ეჭხუბა ჩემი ნათესავი. დავდგებოდი ბირჟაზე, კარგინებას ვისწავლი და სამინისტროში მაინც ვიმუშავებდიო. აი ეს არის უბედურება. მადლობა, ალბათო თქვენი პოზიციისთვის იმისთვის, რომ აფიქსირებთ ეს პოზიციას. თამარ მეფის გამოსვლა ყველას ახდოს, სხვათა შორის შემდრო 3 იწყებდნენ იურიდიულ ფაკულტეტზე. საერო და საეკლესიო მსახურებს მიმართა, ჩვენ რო ინაგურაციაც ვეძახით პირველი გამოსვლაზე. ქმნა მართლის და სამართლისა იწყეთ ჩემზე დაო. აი ესეთი მთავრობა მინდა. მინდა კურნალობა ევროპაში მივდივარ. სამართალი გინდა? აი ეხლა ესენი როგორ სამართლებია სად იშივლებენ? ისევ ევროპისკენ წავლენ, ხო? ჯანმრთელობა გვინდა? ევროპისკენ მივდივარ. განათლება, რომელსაც აცეებდნენ, ისევ ევროპისკენ მივდივარ. დავაშავეთო, რომ თქვენ ევროპა მე ტოკიო და ლოს-ანჯელესამდე უნდა მქონდეს მისაწვდომი და შენ არაფერი. აი აქ უნდა იჯდე და ხმაც არ უნდა ამოიღო. აი ამ შემთხვევაში ჯაგემ მთავარი გააჩუმეს. სამწუხაროდ ეს ძალიან ცუდია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თქვენი პოზიციისთვის, იმისთვის რომ დგახართ მედიის მხარდასაჭერად და უერთდებით ახლა საპროტესტო აქციას. ჩვენ სხვების პოზიციებსაც მოგესმენით, აი ზვიად ქორიძეს ვხედავ და მასთან გადავალ ახლა კითხვის. ბატონ ზვიად, მოგესალმებით. პირველ რიგში თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ რეზოლუცია მიიღეს 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ კითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა მზია ამაღობელის გათავისუფლებას. რაც გვეთქვით ამაზე პირველ რიგში ამ რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ მეგობრებს, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოწვევის მიუხედავად რაც დგას სოფლიოში
მაინც არ ივიწყებენ საქართველოში დემოკრატიის პრობლემებს და სწორედ ამ დეკლარაციას, ამ რეზოლუციას იღებენ დღეს თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს და აი ის განგაში სიგნალი, რომელიც ევროპარლამენტარებმა უკვე თელს ევროპულ სივრცეს მიაწოდეს და გააგებინეს ყველა სახელმწიფოს ევროკავშირისა და რა თქმა უნდა თავად ევროკომისიასაც, რომ უნდა ჩამოაყალიბონ ის მნიშვნელოვანი ხედვები, რომელიც აუცილებელია ასეთი ტიპის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, ასეთი ტიპის დიქტატურასთან გასამკლავებლად და ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. დღეს მარეგულირებელ კომისიაში სხდომა არის, მედია რომ ძიმე დღეში ამაზე ყველა თანხმდებით. უნდა გაგვიკონტროლონ სიტყვები, რა უნდა ვთქვათ, რა არ უნდა ვთქვათ, რა მოწონს ბიძინა ივანიშვილს და რა არ მოსწონს. რას გვეტყვით თქვენ აი ამ შეზღუდვებზე, რომელსაც მედიას ყოველდღიურად უწესებს ბიძინა ივანიშვილი და მისი მხოლოდ მედიას არ უწესებს ამ კონტროლს, ხო? როდესაც გააკონტროლებს ის თქვენ ტელევიზიას გააკონტროლებს ფორმულას, ან ნებისმიერ სხვა არხს, რომელიც კი გამოჩნდება ხვალდაზე, ექნება მცდელობა, რა თქმა უნდა, ის ვერ შეძლებს ავტორიზაციას ამ ავტორიტარიზმის პირობებში, მაგრამ ვინც კი ახერხებს და მათ შორის ის ონლაინ პლატფორმებიც კი, რომელიც დღეს არსებობს, ხო? მათი გაკონტროლების სურვილიც აქვს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ სწორად უნდა გავიგოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ კანონებით არ აკონტროლებს მხოლოდ მედიას, ის აკონტროლებს ყველა მოქალაქეს, რომელიც თქვენი მაყურებელია, რომელმაც თქვენგან უნდა გაიგოს სიმართლე, რომელმაც თქვენ უნდა მოგმართოთ, როდესაც ის სახელმწიფოსგან დაიჩაგრება და როდესაც ის სამართლის საძიებლად გამოვა გარეთ, ხო? ის თქვენთან უნდა მოვიდეს და ის ვეღარ მოვა თქვენთან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ცენზორებმა, სადაც ახლა ჩვენ მივალთ, ხო, კომუნიკაციების კომისიაში, რა თქვეს? თქვეს, რომ სიტყვების, ფრაზების, წინადადებების დონეზე უნდა დავიდეთ და უნდა გავაკონტროლოთ ყველა ჟურნალისტის საქმიანობა, ყველა ჟურნალისტის მომზადებული სიუჟეტი და როგორც მოგვეცემა, ყველა პირდაპირ, როგორც მოგვეცემა საშუალება, უნდა დავსაჯოთ ისინი, დავსაჯოთ დღეს გაფრთხილებით, ხვალ ფულით და ზეგ, რა თქმა უნდა, ავტორიზაციის შეჩერებით. ეს გეგმა აქვს. ეს სხვათა შორის დღეს არ მოსვლია თავში ეს კახა ბექაურს წლების განმავლობაში ამაზე გამეცადინებულად მუშაობდა, ყველას ამას უმტკიცებდა, ამბობდა რომ ეს გასაკეთებელია, იმიტომ რომ თითქოს ჩვენ უნდა რაღაც მედია სტანდარტები ავწიოთ ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ოდესაც ვეუბნებოდით რომ შენი ეს სურვილი არ არის მედია სტანდარტებზე გათვლილი, ეს არის ცენზურაზე გათვლილი სურვილები და კრიტიკულ მომენტში ბიძინა ივანიშვილის და კომისიის ყველა წევრის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და კომისიონერებმა რეალურად თქვეს, რომ ისინი მზად არიან გახდნენ ცენზორები. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ცენზურა და ესენი უკვე გამზადებული არიან იმისათვის, რომ გამოაცხადონ თავი ცენზურად. ბატონო, არა მხოლოდ მედია ყავს წეხში, არასამთავრობო სექტორიც. ყველას გაგუდვას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ხალხის მიერ ოლიგარქად შეფასებული და აღიარებული. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მოქალაქეებს. როცა ეს ებრძვის მედიას, ებრძვის მოქალაქეს, იმიტომ რომ მან საკუთარი პრობლემატიკა გარეთ არ გამოიტანოს მედიის საშუალებით. როდესაც ებრძვის არასამთავრობო სექტორს, ის ებრძვის მოქალაქეს, იმიტომ რომ მოქალაქე რო დაიჩაგრება, ხვალ, ის ვერ მივიდეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მის უფლებებს იცავენ. აი მივიდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელიც კორუფციას სწავლობს და ეს კორუფცია არის ზუსტად რომ გამოჭამა ეს ქვეყანა და გამოხრა და ამ ადამიანების მდგომარეობა ასე გააღარიბა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც უკეთესი მმართველობისთვის იბრძვიან და რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს უნდა დემოკრატიული მმართველობა ქვეყანაში. არ არსებობს, მე ვერ მანახებ თქვენ საქართველოში მოქალაქეს, რომელსაც უნდა დიქტატურა. უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი სწორედ აი ამ ყველა სარქველის ამოკეთვით ცდილობს, რომ შექმნას ისეთი იმიტაცია, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეები ოცნებობენ დიქტატურაზე. არავინ არ ოცნებობს დიქტატურაზე და ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაანებებენ ამას ბიძინა ივანიშვილს და მე იმედი მაქვს, რომ ახლა ვინც გვისმენს
დღეს სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს და მოვიდეს კომუნიკაციების კომისიასთან და გააპროტესტოს ის, რომ მედია არ ჩაიხშოს, უნდა მივიდეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან და უნდა გააპროტესტოს ის, რომ არ მოხდეს დევნა არასამთავრობო ორგანიზაციების. იმიტომ კი არა, რომ ვინმე თავის გადარჩენაზე ფიქრობს. პირველ რიგში ვფიქრობთ იმაზე, რომ არ დარჩეს მარტო ჩვენში მოქალაქე, ერთი კონკრეტული მოქალაქე. მადლობა ბატონ ზვიად ქორიდეს უსმენდი თქვენ პირდაპირ ეთერში. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ამ რეზოლუციის მიხედვით პარტნიორები ჩვენი ქვეყნის გმობენ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით აქვს კითხვის ნიშნები, ითხოვენ პოლიტიკური პატიმრის ძიამაღლობელის გათავისუფლებას და ფიქრობენ, რომ ის ისჯება იმის გამო, რომ კორუფციას ავლენ და სწორედ ქართული ოცნების ამასთან ერთად ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ სიაში არის ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ასევე სინდისის პატიმარი მათე დევიძე. საუბარი არის სხვა სინდისის პატიმრებზეც, ასევე მიხეილ სააკაშვილზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ასევე რეზოლუციაში ნახსენები არის, რომ უნდა იყოს უმოკლეს დროში გამოძიებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლეზე განხორციელებული ძალადობრივი გატაცების საქმე და საუბარი არის იმაზე, რომ აუცილებელი არის ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების ხელისუფლება რეჟიმად არის შეფასებული დემოკრატიის გზაზე გადადგას ნაბიჯები. მაკა ანდრონიკაშვილს გავესაუბრებით ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში შაბათის გუნდის გამომძიებელ ჟურნალისტს. მაკა, რას გვეტყვით დღევანდელ დღეზე? დღეს მწვანე უნდა აუნთოს მარეგულირებელმა კომისიამ სიტყვების პოლიციას და გარკვეული ტერმინების გამოყენება აგვიკრძალება ყველას. რას გვეტყვით აი ამ კომისიის ხდომაზე, რომელიც ჩატარდეს უცოტა? ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის პარტიის მთავარი სურვილი არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა მიმეტყველოს ერთი და იგივე ენით და რაც ყველაზე მთავარია, ეს ენა მისაღები იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის. მათთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს და რაც დისკომფორტს უქმნის. მთავარ პრობლემად მედია ამ პარტიისთვის რჩება, იმიტომ რომ თავისუფალი დამოუკიდებელი მედია არის საშუალება ხალხის ხმის გაგონების. შესაბამისად, დაიწყეს სამოქალაქო სექტორის მოგუდვით და გააგრძელეს მთავარი, რაც ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის მედიის და ეს არის მცდელობა გვალაპარაკონ, ალაპარაკონ იმ ენით ეს ადამიანები, რა ენის მოსმენაც მათ უნდა. უბრალოდ ეს არ არის პირველი ხელისუფლება, რომელსაც მცდელობა აქვს ყველამ მისი ენით ილაპარაკოს, თუმცა წარმატებით არც ერთი მცდელობა არ დასრულებულა. მადლობა მაკა ანდრონიკაშვილს. ქართულ ოცნებას ნამდვილად სურს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ჟურნალისტებმა იმ ტერმინოლოგიით ილაპარაკონ, რაც ბიძინა ივანიშვილს მოეწონება და აქ მაყურებელს აუცილებლად ვეთქვი, რომ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი არის ასეთი 103 ადგილიდან 114 ადგილზე დაქვეითდა და ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, რამდენად მძიმე არის ვითარება პრესის მიმართულებით, თავისუფალი მედიის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. მოკეთ, ასეთია ვითარება ალუბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ ხედავთ, რომ ხალხი აგრძელებს შეკრებას, აქ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებსაც ვხედავთ, იკრიბებიან, მოდიან ადამიანები მედიის საგულშემატკივროდ, მხარდასაჭერად, სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა და ჩვენს ბუნებრივია დაგიბრუნდებით მოვლენების განვითარების შესაბამისად.